ეს არის თერაპიული ზღაპრების და იგავების არხი. მე ვარ ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი. დღეს გთავაზობთ თერაპიულ ზღაპარს ბავშვებისთვის, რომელსაც ქვია ლოკოკინა ფუფა და ჭორიკანა ხოჭოები. ამ ზღაპრის ავტორი არის ფილოლოგი ნუნუკა ჭანტურია და თემები ამ ზღაპარში არის ასეთი: მიამიტობა, შვილის ურჩობა მშობლის მიმართ, დასჯის შიში, სინანული, მშობლის უპირობო სიყვარული შვილის მიმართ, გონიერება. ლოკოკინა ფუფა და ჭორიკანა ხოჭოები. ერთი დიდი წიფლის ძირში ცხოვრობდა ლოკოკინების მხიარული ოჯახი. დედა, მამა და მათი შვილი ფუფა. ფუფა ბედნიერად და ლაღად გრძნობდა თავს საყვარელ მშობლებთან ერთად. უყვარდა ბალახისა და სოკოების კვნეტა, ჭიანჭველებთან თამაში და ხოჭოებთან ჭორაობა. დედა აფრთხილებდა: ხოჭოებს ენის ჭარტალი უყვართ, ზიანის მოტანა შეუძლიათო, ამიტომ სთხოვდა თავი მათგან შორს დაეჭირა. მაგრამ ჩვენი ფუფა ძალზე ცნობისმოყვარე იყო და ყოველთვის მოუთმენლად ელოდა, როდის ესტუმრებოდნენ ხოჭოები. მოხსნიდნენ ჭორის გუდას პირს და მოჰყვებოდნენ მთისა და ბარის ამბებს. ერთ დღეს, დედის დარიგების მიუხედავად, ფუფა სახლიდან გამოცოცდა და ჭორიკანა ხოჭოებს ჩამოუჯდა ახალი ამბების მოსასმენად. ხოჭოები ჩვეულებისამებრ ატარტარდნენ. დაჰყარეს ნაირ-ნაირი ამბები. ზოგი ყვავილების მტვრის მოტანილი, ზოგიც ხისკენ წეროდან ჩამოფრენილი ფოთლების ნაამბობი და ერთი ბოროტი სიცრუეც გაურიეს. ერთი ხარბი და გაუმაძღარი ბაყაყი ჭალიდან გამოქცეულა, ტყეში დასახლებულა და ახლა ითხოვს, რომ ამ ტყის ბინადარმა, ლოკოკინებმა, ჭიანჭველებმა და ჭიამაიებმა სოკოს ქერქი, ნეკერჩხლის წვენი და ასკილის ფოთოლი მიართვანო. ისიც დაამატეს: თუ ძღვენს არ მიართმევენ, ბაყაყი ტყის ბინადარ მწერებს გადასანსვლითა და სახლების დანგრევით ემუქრებაო. ფუფას შიშისაგან სული ყელში მოებჯინა, როცა მოისმინა, რა საფრთხე ელოდათ მის მეგობრებს. მშობლების დაუკითხავად გამოიტანა სახლიდან ნეკერჩხლის წვენით სავსე სურა, ხელის კანკალით გაუწოდა ხოჭოებს და აცრემლებული თვალებით შებრუნდა შინ. როცა გულარხეინმა ხოჭოებმა დამცინავად ჩაიქირქილეს, ფუფა მიხვდა, რა ხაფანგიც დაუგეს და ძლიერ დაღონდა. მაგრამ ახლა უკვე გვიანი იყო შეცდომის გამოსწორება. ფრინავ ხოჭოებს ის ვერ დაეწეოდა და ვეღარც ნეკერჩხლის წვენს დაიბრუნებდა. როცა დედა და მამა სახლში დაბრუნდნენ, აღმოაჩინეს, რომ თაროდან ნეკერჩხლის წვენით სავსე სურა გამქრალიყო. გაკვირვებული და შეწუხებული მზერა მიაპყრეს ერთმანეთს და უმალვე შენიშნეს ნიჟარაში შემალული გალურსული ფუფა. მიხვდნენ, რომ სურის გაუჩინარებაში მათი გულუბრყვილო გოგონას ხელი ერია. ფუფას გული ეწურებოდა
მაგრამ ძალა მოიკრიბა და მშობლებს უამბო, როგორ გამოსტყუეს ხოჭოებმა ნეკერჩხლის წვენი. ისე ღელავდა, ვაი თუ დედამ დამტუქსოსო, რომ რგვალი ცრემლები გაწყვეტილი მძივის მარცვლებივით ჩამოუცვივდა თვალებიდან. დედამ იგრძნო, რა ქარიშხალიც ტრიალებდა შვილის გულში. მართალია, ფუფას გამო ნეკერჩხლის ძვირფასი წვენი დაიკარგა, მაგრამ დედის სიყვარულს წვეთიც არ მოჰკლებია. დედამ ჯერ მადლობა შესწირა ლოკოკინების ღმერთს, რომ მავნებელმა ხოჭოებმა მის გოგონას არაფერი დაუშავეს. შემდეგ კი ალერსიანად გაუღიმა, მარცვალ ამოკრიბა შიში მისი გულიდან, სიყვარულით ჩაიხუტა და უთხრა: გახსოვდეს, შვილო, სანამ შენს ფიქრებს საქმე დაქცევ, ერთი წუთით შეჩერდი და თითოეული ფიქრი გონების სარკეში ჩაახედე. იმ დღის შემდეგ ფუფამ კარგად დაინახა, რა საფრთხე მოჰქონდათ მატყუარა ხოჭოებს და მათთან მეგობრობა შეწყვიტა. ახლა ის თავს უფრო ძლიერად გრძნობდა, ეჩვენებოდა თითქოს გაიზარდა და ნიჟარაში აღარ ეტეოდა. რაც ყველაზე მთავარია, პატარა ლოკოკინა დარწმუნდა, რომ დედის სიყვარული შვილისადმი გაცილებით დიდი და ძლიერია, ვიდრე შვილის შეცდომა. აი ასეთი იყო ეს საოცრად თბილი ზღაპარი. მოასმენინეთ თქვენს შვილებს. მართლაც ბევრი თემაა ამ ზღაპარში. ერთად შეგიძლიათ შემდეგ შვილთან ერთად გაარჩიოთ ეს ზღაპარი, გამოათქმევინოთ აზრი, რას ფიქრობს ამ თემაზე. თქვენც თქვენი აზრი უთხრათ. თუ მოგეწონათ ზღაპარი, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, დაგვიკომენტარეთ და გააზიარეთ.